მოგესალმებით მეგობრებო. დღეს უდიდესი დღეა და დღეს მე შემოგთავაზებთ უექსკლუზიურეს ვიდეო მიმოხილვა unboxing-ს. დღეს ჩვენ მიმოვიხილავთ gaming სამყაროს ერთ-ერთ უძლიერეს წარმომადგენელს. ულეგენდარულეს მოწყობილობას, ახალ მოდელს. და ეს მოწყობილობა არის Nintendo Switch 2. გაიგე თქვენა, რა წარდგენა იყო? მოგლეთ, ამ მიმოხილვის გაკეთებაში და აი ამ ნივთის შეძენაში დამეხმარა ჩემი მეგობარი მაღაზია Game Zone და აქვე იმასაც გეტყვით მეგობრებო, რომ Game Zone-ში დაიწყო წინასწარი შეკვეთები, დაწვრილებითი ინფორმაციები, რაც შეეხება ფასებს, გაცემის თარიღებს და ასე შემდეგ, ყველაფერს ნახავთ Game Zone-ს საიტზე, ყველა ლინკი იქნება აღწერაში, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართები, ფილიალის მისამართები და ასე შემდეგ. გადაბრძანდით, გაეცანით დაწვრილებით ინფორმაციას და ჩვენ კი ახლა შევუდგეთ აი ამ შვენიერი ნივთის ვიდეო მიმოხილვას. და აქვე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა Game Zone-ს, რომ მომცა საშუალება და დამეხმარა აი ამ უძლიერესი კონსოლის ყიდვაში. შევუდგეთ. ესე იგი მეგობრებო, რაც შეეხება ყუთს, ყუთი ესე გამოიყურება. საკმაოდ მძიმეა, მინდა გითხრათ. და ეს Nintendo Switch-ი არის Mario Kart ვერსია. ანუ არის ორი ვერსია, არის სტანდარტული, რომელსაც არ მოყვება თამაში და არის ისეთი, რომელსაც მოყვება თამაში. აი ესე. შვენიერი, აი ესე გამოიყურება. აი ესე. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, ალბათ უფრო ძველ გამოწერებს გემახსოვრება, დაახლოებით 6 წლის წინ გავაკეთე Nintendo პირველ ვერსიაზე, Nintendo Switch-ზე და Nintendo Switch Lite-ზე ვიდეო მიმოხილვა, ვისაც არ გინახავთ, აღწერაში დავტოვებ ლინკს, გადაბრძანდით და გადახედეთ იმ მიმოხილვასაც. ეხლა კი უცებ მოდით გავაკეთოთ unboxing-ი, ძალიან რო არ გაიწელოს ვიდეო მიმოხილვა. ხო ხვდებით? ой, ყუთი მეგობრებო. ყუთი. აჰა, გენგენოცოლეთ. ვა, საინტერესოა. გადავდოთ. ესე. მოდით რა. კლავიატურას გადავდებ, ჯობია. ხელი ვერ შეგუშავს. აი მეგობრებო. აი ესე გვხდება ყუთში Nintendo Switch 2. Nintendo არც არ გამოირჩეოდა ეხლა რაღაც სასწაული შეფუთვით, ასე რომ ვთქვათ. ვა, ჯოიკონები საკმაოდ მძიმეა და ზომაშიც დიდია მეგობრებო, წინასთან შედარებით. შესანიშნავი. თვითონ კონსოლი. რაც შეეხება კომპლექტ აქ რა ხდება. აჰა, აი აქ თამაშია, თამაშის კოდი. აქტივაციას გავუკეთეთ ამას ცოტა ხანში. ინსტრუქციები, HDMI კაბელი, 4K რეზოლუციის მხარდაჭერით, ultra high speed კაბელია. არ დაგჭირდება ეს გვაქვს. ამას ცოტა ხანში გეტყვით რაც არის. აქ მეტი ისეთი საინტერესო არაფერი მეგობრებო. აი, გადავდოთ. USB Type-C მეგობრებო დატენვისთვის, რო დავტენოთ ალბათ კი არა ეგრეა. დამტენი. ეს Switch-ი არის ევროპული ვერსია, ჩემ შემთხვევაში და შესაბამისად. შვენიერი, ძალიან კაი. ჯოიკონების გრიპი, ეგრეთ წოდებული, ანუ კონტროლერად რაც აქცევს რა ჯოიკონებს, გაჩვენებთ ამასაც როგორ ხდება დაკავშირება და ასე შემდეგ. გადავდოთ, რამდენი უცო ხდება აქ. და რაც ყველაზე მთავარია მეგობრებო, ეს არის დოკი. ამის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევაერთოთ ჩვენს მონიტორებში, ტელევიზორებში და გამოსახულება გამოვიტანოთ უკვე 4K-ში, 4K-ში, რაც ძალიან მაგარია მეგობრებო. აი ესე გამოიყურება ორი USB პორტი. აი ესეთი ბუდეა აქ. საკმაოდ ლამაზია, მინდა გითხრათ, წინასთან შედარებით აქ ცოტა რაღაცა გახაზულია, არ ვიცი რატო გახაზული. რა ხდება? ინდიკატორი მეგობრებო, რეზინის ფეხები, გაგრილების პერფორაცია, შეგახსენებთ რომ აქ გაგრილებაც არის დამატებით. USB Type-C მეგობრებო, დენისთვის, ასე რომ ვთქვათ, HDMI და Ethernet LAN პორტი ინტერნეტისთვის.
თუ Wi-Fi არ გაქვთ მაგალითად ან ასე შემდეგ, შეგიძლიათ შეერთოთ ინტერნეტი და ეგ არის რა, კაბელი. აი ეს ამბავი ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ანუ წინა Nintendo-ს ეს ქონდა, ესე გადმოდიოდა. და ეს იხსნება სულ, რატო? რა ხდება? ნუ ესე გამოიყურება. მშვენიერი. მეგობრებო, ჯოიკონებით დავიწყოთ. ნუ ჯოიკონები აი ესე გამოიყურება. როგორც გითხარით, უფრო დიდი არის ზომაში. აი სტიკები უფრო სასიამოვნოა წინასთან შედარებით. ეხლა სიმართლე გითხრათ ძალიან არც მახსოვს ეხლა წინა Nintendo-ზე. მე არ ვარ ზოგადად Nintendo-ს მომხმარებელი, ასე რომ ვთქვათ რა. მაგრამ იმედია ეხლა გავხვდები. რავი, თუ გადავწყვიტი ამ კონსოლის დატოვება, შემოგთავაზებთ ხოლმე ასევე gameplay ვიდეოებსაც, ნახოთ ყველაფერი ეტაპობრივად. და აქ არის ერთი სახესხვაობა მეგობრებო, რაც გვაქვს Nintendo 2-ში. ესე იგი ნახეთ ეხლა რა ხდება. ანუ ეს რა არის რა? აი ეს ნივთი, მოწყობილობა თუ რაც ქვია ამას, გადააქცევს ჩვენს Joy-Cons მაუსად. ანუ ეს არის გლაიდები მაუსის, ეს არის სენსორი, ოპტიკური სენსორი. და ჩვენ შეგვიძლია მენიუში, რაღაც სხვადასხვა თამაშებში ჩვენი Joy-Conები გამოვიყენოთ როგორც მაუსი. ეს ძალიან მაგარი სიახლეა, ჩემი აზრით. ნუ აი ესე ხდება მართვა რა. მშვენიერი აი ამ გლაიდებით. აქ სხვა დანარჩენი იგივეა, ასე რომ ვთქვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივ კონტროლერად, ასე რომ ვთქვა, ანუ ორ ადამიანს შეგეძლებათ ითამაშოთ, როგორც წინა ვერსიაში იყო ეს პრინციპში. მოხსნა როგორ ხდება? ჩვეულებრივად, მაგრდება და ჩვეულებრივად იხსნება. მშვენიერი. რაც შეეხება გრიპს, მეგობრებო. ეს არის ახალი სისტემა დამაგრების მაგნიტებზეა, საკმაოდ სოციომონოთ. ოპ და აი ესეთი რაღაცა ხდება რა, ეს არის კონტროლერი უკვე. ნუ სიმართლე გითხრათ ეხლა ასე რომ ვთქვათ, უფრო კომფორტული არის Xbox-ის და PlayStation-ის კონტროლერი, რა თქმა უნდა ეხლა, მაგრამ ნუ ამასაც არ აუშავს რა. აი ესეთი კონსტრუქცია ხდება. მოხსნა აი აქ ესე. აი ამ ღილაკის ჩაჭერით მარტივესად ხდება მოხსნა. შესანიშნავი. გადავიდეთ ეხლა თვითონ კონსოლზე. რაც შეეხება კონსოლს, მეგობრებო, Nintendo Switch 2-ში უფრო დიდი ეკრანია, რა თქმა უნდა. Full HD გაფართოება. DLSS-ის მხარდაჭერა, დიახ, DLSS-ის მხარდაჭერა აქვს უკვე. მოხდებით, რაც თამაშებში უფრო მეტ FPS მოგცემს და ნუ ზოგადად ბევრად უფრო მძლავრია წინა ვერსიასთან შედარებით. მოდით ახლა მოვათავსოთ მეგობრებო Joy-Conები კონსოლში, ნუ ფერთან. ესეთი დამახასიათებელი ხმა აქვს. ხოლმე ეს ხმა გამოყენებული იყო ოფიციალურ ტრეილერშიც. აი ესეთი. ოპა. საკმაოდ კარგად ზის, მინდა გითხრათ, ნუ პატარა სვლა მაინც აქვს ამ Joy-Con-ს, მაგრამ ეს წინა ვერსიაშიც იყო. არაფერი საგანგაშო. ნუ აი ესე გამოიყურება. ნახეთ რა მხელა რა. აი ეს უკვე თემაა. კარგით, მოდით ახლა გადავიდეთ გარეგან დათვალიერებაზე კონსოლის. ქვედა მხარე, გაგრილების პერფორაციები, USB Type-C. ზევით რა ხდება? კარტრიჯების ბუდე, ვისაც ფიზიკური ვერსიები აქვს თამაშების, რაც შეეხება თამაშებს, მეგობრებო. რა თქმა უნდა, Nintendo Switch 2-ს აქვს თავისი Switch 2-ის ვერსიები თამაშების, მაგრამ ასევე თავსებადია აქ წინა ვერსიის, ანუ Nintendo Switch 1-ის თამაშებიც. უპრობლემოდ შეგიძლიათ მოვათავსოთ და ითამაშოთ, რაც ძალიან მაგარია. მიკროფონის ჯეკი, კი არა, უსასმენის ჯეკი, 3 და 5-იანი, USB Type-C, შესანიშნავია, 2 USB Type-C გვაქვს, გაგრილება, ხმის აწევა, დაწევა და ჩართვის ღილაკი. და ასევე რა თქმა უნდა, მეგობრებო, აი ესეთი ფეხი, რის საშუალებითაც აი ესე ხდება მოთავსება და შეგვიძლია ესე ვითამაშოთ. შესანიშნავი. მოდი აბა ერთ დოქში მოვათავსოთ და ნახოთ როგორ გამოიყურება დოქში. ეკრანზე რაც შეეხება ეხა ეკრანს, ეხა გამახსენდა. ანუ Nintendo-ს ზოგადად წარმოებლები გვეუბნებიან, რომ ამ ეკრანზე არის დამცავი ფირი დაკრული და არავითარ შემთხვევაში არ ააძროთ.
არ ვიცი რატო, მაგრამ მაგას გვეუბნებიან. დაწერეს კიდევაც ეგ რომ არ ააძროთ არავითარ შემთხვევაში, კაი, არ ვაძრობთ ძმა. აჰა. აი ესე ხდება მოთავსება. რა თქმა უნდა მონიტორში დავაკავშირებთ მე, აუცილებლად და გაჩვენებთ ამ ყველაფერს როგორ გამოიყურება. მაგრამ მოდი ჯერ რაღაც ძალიან ჭიდროდ ჩადის ეს ეკრანი ამ დოქთან იმედია არ დაჩხაბნის დროთა განმავლობაში. კაი. მოდი შევაერთოთ ჯოიკონები და ჩავრთვოთ უკვე კონსოლი. აბა. ოპა, Nintendo. ახტება Nintendo. აჰა. ამბობენ ისე რომ ძალიან ხარისხიანი დინამიკები აქვს, რაც ეგრევე ეთყობა, კი ბატონო. სენსორული ეკრანი, რა თქმა უნდა. არა, მართლა ძალიან კაი ხმ აქვს. მოდი, ამერიკა. მე მგონი ამერიკული აკაუნტი მაქვს მე. Internet settings. უცებ დავაკონფიგურირებ ახლა მეგობრებო, დავაკავშირებ ინტერნეტს, შევიყვან ჩემს აკაუნტს და დაგიბრუნდებით ეგრევე. მეგობრებო, ჩავრთეთ სისტემა. ნუ განახლება მოგთხოვა, რა თქმა უნდა, ეგრევე როგორც ჩაირთო. აი ესე გამოიყურება მენიუ რა. ასევე ერთი რაღაც დამოვიზდა მე თქვა თქვენთვის. ანუ აქ მეხსიერება 256 გიგაბაიტია, მაგრამ ასევე SD ბარათის საშუალებით, მეხსიერების ბარათის საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ კონსოლის მეხსიერება. აი აქ არის ეს პორტი. შვენიერია. ხო, რაც შეეხება მენიუს. ვიცი ესეა რა. ვაიგე თქვენა. აქ მაღაზია, ხმა ძალიან სასიამოვნო აქვს მეგობრებო. აი რაღაცნაირი ნაზი ისეთი რა. ძალიან სასიამოვნო ხმა კონსოლს. რა ხდება მაღაზიაში? თამაშების ფასების მხრივ მეგობრებო, ძალიან რთულად არის ამბავი. ძალიან ცუდად ვიტყვი საერთოდ ამას. ძალიან ძვირია თამაშები. 80-90 დოლარი ღირს უკვე Nintendo 2-ის თამაშები. ეს არის ძალიან ზედმეტი. მე ვფიქრობ. არ ვიცი, თქვენი აზრით დააფიქსირეთ. რატო არ შედის ახლა აქ, ანუ აკაუნტი ხო შეყვანილია უკვე. ახლიდან უნდა შევიყვანო? აი მეგობრებო, მოკლედ აი ესე გამოიყურება მაღაზია. და შეხედეთ, Astrobot-ი რო იყო PlayStation-ზე გახსოვთ? იგივე არის აქაც და აი ეს გაცნობითი თამაში ასე რომ ვთქვათ, რომელიც გვაცნობს Nintendo Switch 2-ის შესაძლებლობებს $10 ღირს. My current location is actually inside the game itself. გოიგოც. Cyberpunk-ი განახლებული ვერსია Ultimate Edition-ი $60 გენაცვალეთ. Mario Kart, აჰა, 80 დოლარი, რასაც გეუნებით, $80 ბიჭო, რას ქვია $80? ეხა დავებით. აი ამ თამაშს გავააქტიურებთ ეხლა რა. Mario Kart-ს. ნახე რა კაი ხმა აქვს ბიჭო. შვენიერი. ელემენტს რაც შეეხება მეგობრებო, აქ წინა ვერსიასთან შედარებით ცოტა ცუდად გვაქვს საქმე, იმიტომ რომ წინა ვერსიაში იყო 4 საათიდან თუ არ ვცდები 8-9 საათამდე გააჩნია რა თამაშს თამაშობდით, აქ კი არის უკვე 2 საათიდან 5-6 საათამდე. აქაც გააჩნია რა თამაშს თამაშ. ანუ შემცირდა რა, ასე ვთქვათ, ელემენტის მაჩვენებელი. ხო. სხვა დანარჩენი რა ვიცი ხა, ნუ Cyberpunk-ს ამ კონსოლზე მე არ ვიყიდი დიდი ალბათობით, იმიტომ რომ აი ამ კონსოლის მთელი მუღამი, ასე რომ ვთქვათ, არის მისი ექსკლუზივები, ანუ Mario Kart-ი მაგალითად აი ეს რბოლები Mario და მსგავსი, ასე ვთქვათ, Nintendo Switch-ის ექსკლუზივები, ანუ მთელი აი ამ კონსოლის, რაც ქვია, მუღამი არის აი ესეთი თამაშები. ხო ხვდებით? და ჩემთვის პირადად ხელის კონსოლი რეალური ხელის კონსოლი არის Nintendo. სხვა კონსოლებს მე არ ვაღიარებ ძმაო. წადი და მიჩივლეთ. ეს Steam Deck-ები, ROG-ის და ასე შემდეგ აი ეს ხელის ისენი რაც არის რა. კომპიუტერები, კონსოლები არ ვაღიარებ. ჩემთვის ყველაზე რეალური კონსოლი არის Nintendo. და მორჩა. ხო ხვდებით? არ ვიცი. კაი, მოდით ახლა გავააქტიუროთ ეს Mario. ნახოთ როგორ გამოიყურება. რავი, სწრაფია მენიუში, კარგად ხდება ნავიგაცია. ჟუზონიშნავოთ, აქედან სეტინგები,
dark ოპა ეს ჯობია მგონი და მეთანხმებით ალბათ ნოტიფიკაციების დაყენება ასე და ასე შემდეგ ყველაფერი შესანიშნავად რავი ჯერჯერობით მომწონს მეგობრებო ზოგადად წყობის ხარისხი შეგრძნებები ძალიან კარგია სასიამოვნოა რავი დროთა განმავლობაში როგორ იქნება ეს ყველაფერი არ ვიცი მაგრამ ნუ ძალიან კარგია რა ნახე ოპ ძალიან მაგარია. კაი, ეგ არის, დაგიბრუნდებით მალე. მეგობრებო, გადმოვიწერეთ მარიო. მეგობრებო, მოკლედ გადმოვიწერეთ მარიო კარტი. უფრო სწორედ. რბოლებია რა, მარიო და ასე შემდეგ. იცით ალბათ ეს თამაში. რაც შეეხება Fortnite-ს, Fortnite-საც ვიწერდი, მაგრამ დიდი ხანი უნდა მის გადმოწერას და მოდით იცით როგორ ვქნათ? Fortnite-ი გავტესტოთ სხვა ცალკე ვიდეოში. ერთ ვიდეოს დაუთმობ, იმიტომ რომ როგორ რაღაცა ახლა ნახეთ. აი ამ ეკრანს Nintendo Switch 2-ის ეკრანს, ანუ ეკრანი უფრო სწორედ არის 120 ჰერციანი. გაიგეთ თქვენ. და Fortnite-ი ზუსტად ნუ მაღალ FPS-ში მიდის რა, როგორც ამბობენ, 120 FPS-ში მიდისო, სულ თავისუფლათო. და ნახოთ ეს ყველაფერი. განახლებული ვერსია არის ეს Fortnite-ი ზუსტად აი ამ Nintendo Switch 2-ისთვის და ცალკე ვიდეო მიუძღვნათ ამ თამაშს. დღეს კი გავტესტოთ Nintendo-ს ექსკლუზივი Mario Kart World-ი. აჰა, ნახოთ აბა. ოპა. ძალიან სასიამოვნო ეკრანია, მეგობრებო, მინდა გითხრათ რა. აი ძალიან. ბევრად განსხვავდება და ბევრად უკეთესია წინა ვერსიებთან შედარებით. მე ვიტყვი რომ OLED-ზე უკეთესიც არის წინა ანუ Nintendo Switch OLED-ზე უკეთესიც არის ეკრანი რა. ნუ მართალი ხა ეს OLED-ი არ არის და რატომ არ არის აბა თუ იცით. ერთ-ორ წელში ხომ უნდა გამოუშვან რამე ახალი, გაიგეთ თქვენ. გამოუშვენ ორ წელში OLED-ს. აჰა, ჩვენ აგვაქვს single player-ი, multiplayer-ი, online play, wireless play. მოდი ჩვენ შემთხვევაში ახლა single player-ი ჩავხოთ. რა ხდება? ბევრი ისენი გვაქვს, ნახეთ. რეჟიმები თამაშის. ვინ ავირჩიოთ? მოდი მარიო სტანდარტულად. თან სასიამოვნო ვიბრაცია აქვს მეგობრებო, აი ამ თვითონ ჯოიკონებს რა. ნახე რა მანქანები, რა მოტოები. მოდი ეს ავარჩიოთ. ხმა იმედია ძალიან არ ყრით, მოდი ჩაუწიოთ. მართლა ძალიან კარგი ხმა აქვს მეგობრებო, მინდა გითხრათ. მოდი პირველივე იყოს ეს რეებია, ბიჭო, რა ხდება, მოდი ეს. აი ესე. ეხლა რა თქმა უნდა, ცოტა ხან შევერთოთ ასევე მონიტორზეც ვნახოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. თოკის აუ, ძალიან კაია. ნახეთ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, Nintendo-ზე უნდა ითამაშოთ აი მსგავსი ექსკლუზიური თამაშები. და არა, Cyberpunk-ები და ასე და ასე შემდეგ. ნახე ნუ. ნახე. ვაიმე, გადაიწვა, ბიჭო, გძრავი, რა გააკეთა? ძალიან smooth გამოსახულებაა, მეგობრებო, მინდა გითხრათ. ვაიმე, საწავედი. კამერა შევხედე და. ძალიან სასიამოვნო სათამაშოა, მინდა გითხრათ. სიჩქარეებში არ გადადის, ბიჭო, რა არის, ან აზოტი, ან არაფერი. ოი, აგი აზოტი თუ არა გვაქვს. არ ვიცი, ხა კამერა რამდენად გადმოსცემს, მეგობრებო, მაგრამ ღმერთო ჩემო, ეს რა არის? მაგრამ გრაფიკა აქვს მართლა ძალიან სასიამოვნო. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი წინა ვერსიას რო ქონდა ეს ცოტა ოდნავ პიქსელები რო ეტყობოდა, ნუ 720p იყო წინა Switch-ი. აქ მსგავსი რამ არ არის რა. აი აქ საგრძნობლად ეტყობა და ჩანს რომ ნუ გარჩევადობა ბევრად მაღალია და შესაბამისად გრაფიკაც ნახეთ რა. აი ძალიან კარგად მიდის, არანაირი. ნუ აქ ეხა 60 FPS-ი ალბათ არის რა. კი, 60 ნამდვილად იქნება. ჰოპ. ღმერთო, ნახე. ოპა. კარგი, მოდით ახლა იცით რა ვქნათ. მოდით ახლა
დავაკავშიროთ დოკთან და ვნახოთ უკვე მონიტორში ეს თამაში როგორ გამოიყურება. მეგობრებო, დოკი, კონტროლერები, მონიტორი, ხმა, ნახეთ. ეხლა უკვე გამოსახულება არის 4K-ში. გაიგეთ თქვენ რა ხდება. ბიჭო, რეებს ვაკეთებ. არა, Nintendo თემა არა. რომ პირველზე ვარ? რა სლოპერ? მე რომ მოგორი ვარ, ბიჭო. რავი, რა სიტყვით? ძალიან სასიამოვნო გრაფიკა აქვს. ძალიან რბილი გამოსახულებაა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ძვირი თამაშებია რა. აი ეს არის ძალიან დიდი მინუსი რა ამ კონსოლის. აი ძალიან ძვირია თამაშები. აი ეს 80 და $90 მე გადავებით. პირველ ადგილზეც გავედით. შვენივრად მუშაობს დოკი. ეგრევე აღიქვა, არანაირი პრობლემა არ ქონია. და ეხლა მოდით გაჩვენებთ, გამოვიდეთ მენიუში. და გაჩვენებთ ეხლა მაუსის modes, ასე რომ ვთქვათ. ესეც სიახლე არის. ნუ დასაწყისში კი გითხარით ეს ვიდეოს დასაწყისში, მაგრამ აი აქ გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. გავუკეთებთ გლაიდებს და მაუსის კურსორი გამოჩნდა ეკრანზე როგორც ხედავთ. აგერ მეგობრებო, შევდივართ მაღაზიაში მაგალითად. ნუ, აი ჩაუბრალოდ რეაგირებს. ნუ ესე. აი ამ თამაშველოდები მაგრად. Bonanza, Donkey Kong-ი. ეს ექსკლუზივი იქნება Switch 2-ის თუ არ ვცდები, მარტო Switch 2-ზე გამოვა ეს თამაში. ხოთა შორის Nintendo-ს პრეზენტაცია რო იყო, მან დაჩვენეს ეს თამაში. აი ძალიან მაგარი თამაში იქნება აი ეს. როდის გამოდისო? 17 ივლისს. კარგია. შეიძლება გადავიღო ეს. არ ვიცი, ნახოთ. შვენიერი. კაი, გამოვიდეთ უკან. აი ეს მაგრად მუშაობს ეს. ეს ძალიან მაგარი ფუნქციაა. ნუ შუთერებში არ ვიცი ხა რამდენად მოსახერხებელი იქნება ესე თამაში, იმიტომ რომ ხა სად მაუსი სად ეს, მაგრამ მისასალმებელია რომ აი ესეთი სიახლე დაამატეს ჯოიკონებში. ასევე მეგობრებო, დაემატა ახალი ფუნქცია, ეგრეთ წოდებული ჩათი. ნუ ეხლა ამას მე არ გამოვიყენებ ხოლმე, მაგრამ ნუ შეიძლება ბევრისთვის ეს ძალიან მაგარი ფუნქცია იყოს. ეს არის ნუ გეტყვით ესე რომ Discord-ი. თვითონ Nintendo-ს Discord-ი რა. აი მაგალითად ონლაინ თამაშების დროს შექმნით parties მეგობრებთან ერთად და ნუ იქ სპეციალური კამერაც იყიდება Nintendo-სთვის და იქ თქვენი მეგობრების ასე ვთქვათ, კამერა იქნება ქვევით, voice chat-ი, ვიდეო ჩათი და შეგიძლიათ ნუ აი ესე გაერთოთ მეგობრებთან ერთად. აი ესეთი ფუნქცია დაემატა ასევე Nintendo-ს. სხვა დანარჩენი კი იგივეა რა, აქედან არის screenshot-ის ღილა კი, აქ როგორც ხედავთ, გადავიღე screenshot-ი, ნუ პლუს მინუსები, აი ეს ღილაკები და სხვა დანარჩენი ეგა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონებათ, იმედია შეაფასებ დადებითად. ძალიან მიხარია მეგობრებო, რომ აი ესეთი ექსკლუზიური მიმოხილვა დაიდო ჩემს არხზე, ჩვენს არხზე. იმიტომ რომ ეს ნამდვილად გამორჩეული დევაისი არის და ნუ ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისათვის Game Zone-ას. აქვე შეგახსენებთ, დაიწყო წინასწარი შეკვეთები Nintendo Switch 2-ის Game Zone-ას მაღაზიაში. ყველა ლინკი აღწერაში იქნება მეგობრებო. შეგიძლიათ ფასი გაიგოთ, გაცემის თარიღები და ყველა ინფორმაცია აღწერაში გადავბრძანდით ლინკზე, ყველაფერი იქ არის. ხვდებით. ეხლა, რაც შეეხება Nintendo Switch 2-ს, ძალიან მომეწონა ეს დევაისი მეგობრებო, ეს კონსოლი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ხელის კონსოლი, მხოლოდ ვაღიარებ ხელის კონსოლად Nintendo Switch-ს. იქნება ეს პირველი ვერსია
და ნუ მით უმეტეს ახლა მეორე უკვე ძალიან მაგარია რა. დიდი ეკრანი, 120 Hz, Full HD, დოკის ასე ვთქვათ რეჟიმში 4K გამოსახულება, DLSS-ის მხარდაჭერა, Ray Tracing-ი და მოკლედ ყველა ბოლო ტექნოლოგიები არის აი ამ კონსოლში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ძალიან დიდი მინუსი მეგობრებო აი ამ კონსოლის არის თამაშების მაღალი, ძალიან მაღალი ფასი, 80-90 გააჩნია თამაშებს. რავი, სხვა დანარჩენი ძალიან ხარისხიანი დევაისია მეგობრებო, ძალიან მაგარი ხმა აქვს, ასე ვთქვათ, ძალიან ხარისხიანი ხმა, გამოსახულება ძალიან სასიამოვნოა. თვითონ აი ეს ჯოიკონები ძალიან კარგია წინა ვერსიასთან შედარებით და ძალიან მომეწონა ეკრანის ხარისხი, მონიტორის ხარისხი. რავი, სხვა რა გადავამატო? Fortnite დაწერეთ კომენტარებში თუ გაინტერესებთ ცალკე ვიდეო რომ მიუძღვნ აი ამ თამაშს. პირადად მე ძალიან მაინტერესებს თუ როგორ ქაჩავს Fortnite-ს. და რავი, სხვა დანარჩენი გელოდებით კომენტარებში, როგორ მოგეწონათ და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, წავედი ახლა მე, ბევრს აღარ გავაგრძელებ, შევხვდებით ჩვენ შემდეგ ვიდეოებში. ნახვამდის. დროებით.